მსახიობი თეატრში ყალიბდება. მსახიობი ენერგიას ღებულობს წლების მერე. მე აქ გავიზარდე. მე პროფესია შემაძლებინეს კოლეგებმა. ენერგიას კოლეგები, პარტნიორები მაძლევენ. ახალგაზრდა რო ვიყავი, რაღაცას მივერეკებოდი, სადღაც ახლაც კი მივერეკები, მაგრამ წლები რო გადის, მე რაღაცა ილექება, იცრება, როგორც თქვენ და ყალიბდება მსახიობის სცენაზე, კოლეგების მეშვეობით და კარგი რეჟისორის მეოხებით. ალბათ ძალიან მაგიყურდეს შენი საქმე. უნდა იყოს თავგადადებული ამ საქმესთან. ისე არ არის ახლა შემოხვიდე ითამაშო, წახვიდე, ესე არ არის. ხარ აქ, უნდა იყო აქ. სცენაზეც გახარ, იმის იქეთ, ყოფითი თემები არ არსებობს. გადასარევი პედაგოგები მიყავდა თეატრალური სტუდიის დოდო ალექსიძე, კორიფე. ამნაირი არტისტული რეჟისორი მე არ მახსოვს, არც მინახია და არც შემხვდება მე ასე მგონია. შემდეგ აღმოჩნდი მესხიშვილის თეატრში, იზნობრივი ჯგუფი იყო, მე მარიკა სამანიშვილი, ავთოს ახამბერიძე, კოჩა ნიკოლაძე. ჩემი კურსელები იყვნენ ლევანუ ჩანეიშვილი, ბადრი მაისურაძე, ნინელი. და აქ იქეთ მსახიობები დავხდნენ და რაღა დაგიმალო და იმაირ მსახიობებთან მაქვს ნათამაშები ჩამოვთვალო, ძველი და პირველი კაპი აბესაძე, შოთა პირველი, ვახტანგ მეგრელიშვილი, თამარა გიგნაძე, თიკო ღვინიაშვილი, აზორ ხერხაძე, ევა ხუტუნაშვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. აი ამიდან ჩამოყალიბდნენ მსახიობი ინსტიტუტში არ ხდება, მსახიობები ყალიბდებიან თეატრში. წარმომავლობით საიდან მძალდებით? დაცო? დიახ. ორ პირიდან? სხვადასხვა ჩემი ციტა. 50 წელი გასულა. 50 წელი მთელი ცხოვრება, ამათო გითხავ. ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და არის ხოლმე შეკითხვას უსვამენ ეგეთ მსახიობს ან ნებისმიერ ადამიანს გავლენს ცხოვრებაზე, პროფესიას ნანოთ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნოთ ჩემი პროფესიის არჩევანს. გადასარევად ავათო კარგად ხებდე მოვედი აქამდე, ვაბირებ გაგრძელებას ამ პროფესიაში. ერთ დღესაც სცენაზე შემოვიდა რაღაც ქალბატონი. იმ დღიდან ჩამივარდა ქალბატონის სიყვარული გულში. შემდეგ იყო ინსტიტუტი, 4 წელი სიყვარულის ფიცი. მესამე კურსზე დოდომ დადგა ღვევა, ჩემ შეყვარებულ სამაშველო ქალბატონი მარიკა და ახლა მოგესალმებათ სცენაზე პირობითია ყველაფერი, მაგრამ კოცნა მომიწია სცენაზე. ვერად და ვერ გავაკეთე. რატომ? არ ვიცი, ალბათ ეს პლატონური სიყვარულის ბრალია, რომელიც უკვე ხემდე გრძელდება. ჩვენთვის სპექტაკლი თეატრში არ მთავრდება. გრძელდება ოჯახში. ხანდახან შეიძლება მწვავე დისკუსიაც გაიმართოს და აქ შენ არ იყავი მართალი, შენ არ იყავი მართალი, თუ მასია შენ მაშინ ახლა რაღაცა კამათის დონეზე მედეს ისე რომ არეო შეშურდება თეატრონეს. იქნებ შემდეგ სპექტაკლზე ასე ჯობია, ასე გაითვალისწინო. ხო და ეს არის ჩვენი პროფესია. ქართლში მეფეზის და სანამე ცოცხალი ვარ, შენ მაგას არანინ გეკითხება. თუ იმერლებმა ქართლი აიღეს, მეფე უკახეთსაც მალე მოადგებიან. ეგრემთლად გადამკიდებ ქართლელებს. აწიოგებ. წვავ ტყვეთ მოკავს გლეხობა. ობიექტივი კადრი არის საოცარი გამოგონება. უდიდეს პატივს ემკინოს. მინიმალური დანახარჯებია საჭირო. ვიდრე თეატრში. თეატრში ემოცია, გასაშლელია.
თითქოს კინოსაკით კონკურენცია გამოუჩნდა თეატრს, მაგრამ ეს ასე არ არის. კინოს თავისი ადგილი აქვს, თეატრს თავისი ადგილი აქვს. წამოდგა. სადინებლის კარი გამოაყო. და რომო თუთის ხესთან შეამჩნია, აი გიდა. აბიმა თორდახარა. შემდეგ აი მომი აიჭრა. და ჯულიეტას ბაგე ისე ხარბად დაეწაფა. მით ღვინოში ალუბნები ბანაობენ. თეატრი არის ცხოვრება. მორჩა.